ამირან კახიძე, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი. სპეციალობა ქართული ენა, ლიტერატურა, ისტორია. 1961 წლიდან 1964 წლამდე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ასპირანტი. სპეციალობა არქეოლოგია. 1959 წლიდან 1960 წლამდე მუშაობდა სოფელ ქვედა ჩხუტუნეთის საშუალო სკოლაში მასწავლებლად. 1960 წელი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ლაბორანტი. 1964 წლიდან 1966 წლამდე აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ანტიკური ხანის არქეოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. 1966 წლიდან 1991 წლამდე ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. 1991 წლიდან 1994 წლამდე ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის არქეოლოგიის განყოფილების გამგე. 1994 წლიდან 2004 წლამდე და 2006 წლიდან დღემდე ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორი. 1969 წლიდან 2006 წლამდე და 2006 წლიდან 2010 წლამდე ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის დეპარტამენტის პროფესორი, სრული პროფესორი. 2004 წლიდან 2005 წლამდე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი. 2010 წლიდან მიენიჭა პროფესორ ემერიტუსის წოდება. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა საქართველოს ზღვისპირეთის ანტიკური ხანის ქალაქები. ქობულეთ ფიჭვნარი. დაცული იქნა 1966 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. სადოქტორო დისერტაციის თემა აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი ანტიკურ ხანაში. დაცული იქნა 1991 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე. გამოქვეყნებულია 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 10 მონოგრაფია. მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. ექსპედიციების ხელმძღვანელობა. საქართველოს დიდი ბრიტანეთის ფიჭვნარის ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი 1998 წლიდან. ფიჭვნარის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი. გონიო აფსაროსის მუდმივმოქმედი არქეოლოგიური ექსპედიციის წევრი 2004 წლიდან. ბათუმის არქეოლოგიური და ქედის მხარეთმცოდნეობითი მუზეუმების ერთობლივი ექსპედიციის ხელმძღვანელი 2006 წელი. სოფელ წაბლანაში სადაზვერვო გათხრითი სამუშაოების განხორციელების მიზნით ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმისა და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს სამეცნიერო კვლევის ცენტრის ერთობლივი ექსპედიციის ხელმძღვანელი 2009 წელი. ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მახოს შემთხვევით აღმოჩენებთან დაკავშირებით შექმნილი ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმისა და გონიო აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის ერთობლივი ექსპედიციის ხელმძღვანელი 2010 წელი. ბათუმის ციხის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი 2012 წელი. ქობულეთის მუნიციპალიტეტში ჩაქვი ჩაისუბნის ტერიტორიაზე აღმოჩენილი მარნის ნაშთების შესწავლის მიზნით შექმნილი სადაზვერვო არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი 2012 წელი. მახვილაურის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი 2013 წელი. სამეცნიერო აკადემიების, საზოგადოების, სამეცნიერო საბჭოების, სარედაქციო კოლეგიების წევრობა. 1991 წლიდან ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი. 1994 წლიდან ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი. 1995 წლიდან გონიო აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალის სამეცნიერო საბჭოს წევრი. 2004 წლიდან ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის სადისერტაციო საბჭოს წევრი. 2005 წლიდან აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის სამეცნიერო საბჭოს წევრი. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის ნარკვევების. აჭარა 4 ტომეულის I ტომის მთავარი რედაქტორი. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის ნარკვევების აჭარა 4 ტომეულის IIID ტომების სარედაქციო კოლეგიის წევრი. ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის შრომების მთავარი რედაქტორი. გონიო აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალის კრებულის გონიო აფსაროსის მთავარი რედაქტორი. ენციკლოპედია აჭარის არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის დარგობრივი რედაქციის მთავარი რედაქტორი. კრებული აჭარა, წარსული და თანამედროვეობა. მთავარი რედაქტორი. დამატებითი ინფორმაცია. დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით 1998 წელი. არის აბუსერიძე ტბელის სახელობის პრემიის ლაურეატი.
დაბადების 65 წლის თავთან დაკავშირებით სამუზეუმო საქმის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვებულია აჭარის სამუზეუმო გაერთიანების სიგელით 2000 წელი. ოჯახური მდგომარეობა. ჰყავს მეუღლე, 2 შვილი და 4 შვილიშვილი. ქალბატონებო და ბატონებო. ამირან კახიძე. მოგესალმებით. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ბატონებო. ბათუმში არის სიახლე. დამთავრდა არქეოლოგიური მუზეუმის რეაბილიტაცია. საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემდგომ ჩვენთან პირველად გაიხსნა ოქროს საგანძურის გამოფენა. ბუნებრივია გეპატიჟებით ყველას. გარდა ამისა 2007 წლიდან ჩვენს მუზეუმში მოქმედებდა ძირითადი ექსპოზიცია, მთავარი ექსპოზიცია, სადაც წარმოდგენილი იყო აჭარის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ნივთიერი კულტურის ძეგლები. მოხდა ამ ექსპოზიციის რეექსპოზიცია, გაკეთდა ახალი კადრები და გამოიფინა დიდძალი მასალა, რომელიც ასახავს ჩვენი ქვეყნის უძველესი ქვეყნის სოფლიო ცივილიზაციებში საქართველოს ამ მორიგი შესანიშნავი კუთხის ისტორიას ქვის ხანიდან ვიდრე მე-17 საუკუნემდე. სწორედ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა და საუბარი ეძღვნება ერთ-ერთ პრიორიტეტს, ჩვენ გამოფენას ბევრი პრიორიტეტი გააჩნია და ერთ-ერთი მათგანი გახლავს ჩვენი მხარის სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს გურია აჭარის როლი საქართველოს ძველ ისტორიაში. კონკრეტულად სასაუბრო თემას ქვია ჭოროხის აუზი, კოლხური კულტურის უძველესი კერა. მაგრამ სანამ ამ უშუალოდ ამ თემის შესახებ დავიწყებდეთ საუბარს, ვფიქრობთ თქვენთვის საინტერესო იქნება მოვიწანოთ მოკლე ინფორმაციები, მოკლე ცნობები ზოგადად, გლობალურად თუ სად, როდის წარმოიშვა ლითონის წარმოების პირველი ნიშნები, ჩანასახები და რა ძირითადი ეტაპები განვლო და რა როლი მიუძღოდა ჭოროხის აუზს ამ დიდ პროგრესში, საკაცობრიო ცივილიზაციების პროგრესში. თავიდანვე თქვენ ისიც ბუნებრივია, რომ საქართველო მიეკუთვნება იმ ქვეყანათა რიცხვს, სადაც ეგვიპტის შემდეგ, აფრიკის ნახევარკუნძულის შემდეგ დაიწყო ანთროპოგენეზის გაადამიანების პროცესი. კერძოდ პირველი იარაღის მკეთებელი ადამიანის წინაპარი აღმოჩენილი არის სწორედ აფრიკის კონტინენტზე. მე მქონდა საშუალება ბრიტანეთის მუზეუმში, აგერ ქალბატონინელიცაც ლიკების გათხრები გვეხილა აფრიკაში, კენიაში და ტანზანიაში აღმოჩენილი მასალები, რომლებიც სულ რაღაც 2.5 მილიონი წლის წინა ეპოქებით თარიღდება ბატონებო. ეს ის პერიოდი, როდესაც პირველი იარაღი დამზადდა გონებაში და შემდეგ მიეცა პრაქტიკული რეალიზაცია. ამის შემდგომ, აფრიკის შემდგომ საქართველო არის ის ქვეყანა, სადაც
გრძელდებოდა ეს პროცესი ადამიანის წინაპარი ცხოვრობდა და დმანისი იცით თქვენ რომ აქ აღმოჩენილი თავის ქალები და სხვა ფლორა და ფაუნა დაახლოებით 1.700.000 წლის წინა პერიოდებით თარიღდება. ჩვენ ბუნებრივად ვამაყობთ ამათ რომ უძველეს კერატა რისხს განვეკუთვნებით აფრიკისა და აზიის კონტინენტზე. ამაზე ძველი ძეგლი ჯერჯერობით არ არის აღმოჩენილი. ეს ისე სხვათა შორის. ეხლა ქვისხანის შესახებ თქვენ მოისმენთ დაწყვილებით საუბარს და მე პირდაპირ დავიწყებ საუბარს ლითონის გაჩენასთან დაკავშირებით. დიდი ხნის განმავლობაში კაცობრიობა ისრობდა მხოლოდ ქვის იარაღს, ზვალს იყენებდა, ხესა და ასე შემდეგ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე, მერვე, მეშვიდე 1000 წლეულამდე ახალგაზრდებო ლითონის ნაკეთობა კაცობრიობისათვის უცნობი იყო. და პირველი კერა, ძალიან მოკლედ ვამბობ მე, სწორედ გახდათ ანატოლია, დღევანდელი თურქეთის ტერიტორია, სადაც ჩვენს ერამდე მერვე მეშვიდე 1000 წლეულში წინა კერამიკულ ხანას უწოდებენ ამას, იქნა აღმოჩენილი პირველად ლითონის ნაკეთობანი. ნეოლითი დიდი ეპოქა არის, ძალიან მნიშვნელოვანი არის, ამ მხრივად ჩვენი ქვეყანა ძალიან წარმატებული არის და მოკლედ თეზისით გეტყვით რომ დასავლეთ ამიერკავკასია, მათ შორის ჩვენი საკვლევი ტერიტორია აჭარაგურია, განეკუთვნება იმ კერატა რისხს, სადაც პირველად ადრე განვითარებული ქვეყნების მსგავსად დაიწყო შემგროვებლური მითვისებითი მეურნეობიდან წარმოებულ კულტურულ მეურნეობაზე გადასვლა. სწორედ ანკარაშიც მე მქონდა შესაძლებლობა მენახა მუზეუმი, ანატოლიური ცივილიზაციების მუზეუმი და სწორედ აქ პირველად გავხედავთ ლითონის ნაკეთობას, მაგრამ ჩვენ ბევრს ვერ ვისაუბრებთ და გეცოდინებათ ალბათ თქვენ ისწავლეთ, რომ პირველი ლითონის სპილენძი იყო თვითნაბადი. მის მეტალურგიაზე საუბარი გამორიცხული იყო, რა თქმა უნდა, და ცივად ჭედვის გზით ღებულობდნენ. იმას 1000 წლები დაჭირდა, რომ შემდეგ დაეწყოთ ნამდვილი მეტალურგია. შემდეგ წინა აზიაში ეს მერვე მეშვიდე 1000 წლების შემდეგ მეშვიდე მეექვსე 1000 წლებისათვის ლითონის ნაკეთობები ჩნდება. წინა აზიაში შუამდინარის იცით თქვენ, შუმერის აკადის სახელმწიფოები და კიდე გაგიგონიათ და ჩვენთანაც სამხრეთ კავკასია არის ლითონის წარმოების ერთ-ერთი უძველესი ქვეყანა. სწორედ აი ამ ახალი ქვის ხანის დამთავრებისა და ლითონის ხანის, ანუ ენეოლითსაც უწოდებენ მას, ენეოს სპილენძს ნიშნავს, ლითოს ქვის ხანას ხალკოლითსაც უწოდებენ, აქედან იწყება სწორედ ლითონის მცირე დოზით სამკაულება ძირითადად, მაგრამ გამოყენება ჩვენს ქვეყანაში, კავკასიაში სწორედ ამ დროს წარმოიშვა შულავერ შომუთოფეს კულტურები, ეგრეთ წოდებული, ეს ბრწყინვალე კულტურები იყო, აფეთქება მოხდა, დემოგრაფიული ბუმი და ასე შემდეგ და უკვე დაიწყო ლითონის ნაკეთობებზე გადასვლა თანდათანობით, მაგრამ ვიმეორებ მეტალურგიაზე საუბარი ჯერ კიდევ არ იყო, რამდენადაც სპილენძი ძალიან რეკადია, ადვილად გამოდიოდა ხმარებიდან, მაგრამ მომდევნო ცივილიზაციების დროს კაცობრიობამ და მათ შორის ჩვენმა ქართველმა წინაპრებმა ისწავლეს, რომ თუ სპილენძს გაახურებ, შეიძლება სითხეს იქცესა და ფორმაში ჩამოასხა.
მიიღო სასურველი სამკაული იარაღი და ასე შემდეგ. მეორეც მაინც ფორმაში ჩამოსული სუფთა ხალასი სპილენძი ადვილად გამოდიოდა ხმარებიდან და თანდათანობით იმასაც მიაკლიეს, რომ თუ სპილენძში შეულევ სხვა ლითონებს, დარიშხანი, ანთიმონი და განსაკუთრებით კალა, ის იქცევა უკვე ბრინჯაოდ და თქვენ თუ მოვბრძანდებით ჩვენს მუზეუმში ნახავთ მთელ გალერეას, საგანძურს, თუ როგორ მზადებიათ ეს ბრინჯაოს ნივთები. ეს ეპოქა სწორედ იწყება ადრე ბრინჯაოს ხანიდან ჩვენს ერამდე მეოთხე ათასწლეულის მეორე ნახევრიდან. მეოთხე ათასწლეულის მეორე ნახევრიდან, როდესაც და გრძელდება მესამე ათასწლეულის პირველ ნახევრისა და გარკვეულ მონაკვეთებში, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე წარმოიშვა ეგრეთ წოდებული მტკვარ-არაქსის კულტურა, ხოლო ჩრდილოეთ კავკასიაში კი მაიკოპის შესანიშნავი კულტურა. დიახ, ეს ამ პერიოდისათვის უკვე ისწავლეს ამ შენადნობების დამზადება და მე იარაღებსაც გაჩვენებთ გარკვეულად, როდესაც უკვე თანდათანობით ქვის იარაღები, ხის იარაღი და ზვლის იარაღი მართალია აგრძელები ყოფნას, მაგრამ ხმარებიდან გამოდის წამყვან ადგილს ბრინჯაოს ნაკეთობები იკავებენ. მაგრამ კიდევ ზოგადად რომ მოვიდეთ ჩვენ საკვლევ თემატიკასთან, გეტყვით რომ განსაკუთრებით სამთამადნო მეტალურგიამ, ინდუსტრიამ მაღალ საფეხურს მიაღწია მესამე ათასწლეულის მეორე ნახევრიდან, შუა ბრინჯაოს უფრო ბოლო საუკუნეებიდან, შუა ბრინჯაოს ხანიდან, როდესაც წარმოიშვა ეგრეთ წოდებული ყორღანების კულტურა, თრიალეთის ყორღანების ბრწყინვალე კულტურა, რა თქმა უნდა, თქვენ გაგონილი გაქვთ, იცით ალბათ ამის შესახებ და სიტყვას აღარ გავავრცელებთ. სწორედ აი ამ პერიოდიდან ენეოლითის ბოლოსა და ადრე ბრინჯაოს ხანისათვის საქართველოს ტერიტორიაზე ყალიბდება ბრინჯაოს მეტალურგიის არაერთი კერა. ნუ ასეთი კერა, რა თქმა უნდა, ჩვენ კერების არსებობაზე ვსაუბრობთ ნივთიერი ძეგლების მიხედვით, ნივთიერი ძეგლების მონაცემების მიხედვით, როდესაც აღმოჩენილია ჯერ ერთი საბადოები, პოლიმეტალების გამოსავლები, აღმოჩენილი არის გამოქვაბულები, საიდანაც გამოქონდათ აი ეს ნედლეული მასალა, რაც საჭირო იყო ბრინჯაოს მეტალურგიისათვის. ჩვენ არქეოლოგებს გვაქვს ისეთი პრაქტიკაც, ცნობილია მსოფლიო არქეოლოგიის პრაქტიკაში, როდესაც მაღაროში შესულა მემთამადნე, გაუსია ტყავის ტომარა ლითონით და გამოსვლის დროს ჩამოიქცა და თავის ტომარასთან ერთად დარჩა და შემდეგ არქეოლოგიური გზის შედეგად იქნა აღმოჩენილი. დიახ, აი ასეთი კერები გახლავთ აფხაზეთში, მთიან ნაწილში უფრო მეტად შესანიშნავი კერები და ჩვენ ამ კოლხეთის ტერიტორიას დაბლობს ეს ერთიანი არის, რა თქმა უნდა, აი ამ პერიოდიდან დაწყებული. შემდეგ კოდორის სათავეებში და სვანეთში ჩვენი კოლეგა შოთა ჩარცოლანი მუშაობდა ამასთან დაკავშირებით, აღმოჩენილია ბრწყინვალე კერები. შემდეგ რაჭა ლეჩხუმი, გარკვეულად გურიის მთიანეთი და ეხლა უკვე უახლოვდებით ჩვენ ძირითად თემას, რომელსაც ქვია ჭოროხის აუზი, კოლხური კულტურის უძველესი კერა. დავსვამ ჩვენ საკის რა როლი ითამაშა აი ამ ტერიტორიამ ჭოროხის აუზმა
საკაცობრიო ცივილიზაციაში. ჭოროხის აუზი ზოგადად რომ ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანი არის იმ თვალსაზრისით, რომ ზღვის სანაპირო ზოლით ჭოროხის შესართავით დაკავშირებული იყო უძველეს ეგეოსურ ცივილიზაციებთან, კრეტა მიკენის კულტურებთან, ხოლო მისი ხეობით სათავეებით, ჭოროხის სათავეებით, სადაც თქვენ ალბათ იქნებით ნავყოფი ტაო-კლარჯეთსი და ისა უძველესი ისა ანატოლიურ კულტურებთან, ცივილიზაციებთან, ეს წინა აზიის კულტურებთან, ობეიდის და სხვა კულტურებთან და აი ამ ხარის აღმავლობა, ესე იგი ჭოროხის მეტალურგიული კერების აღმავლობა იწყება სწორედ ჩვენს ერამდე მეოთხე ათასწლეულიდან. მეცნიერებაში გამოთქმული არის მოსაზრება, რომ ჭოროხის აუზის საბადოები, მურღული, წანსული და სხვა აწვდიდა სპილენძს, მადანს, წინა აზიის კულტურებს, იქიდან მოქონდათ კალა და სხვა, ხოლო ეს იმპულსები სამხრეთი კულტურებისა იმდენად მძლავრი აღმოჩნდა, რომ როგორც კვარარაქსის კულტურა, ასევე თრიალეთის კულტურა ამ ეპოქისათვის მესამე, მეორე ათასწლეულებისათვის განვითარების ძალიან მაღალ საფეხურზე ავიდა. მეცნიერებაში გამოთქმული არის მოსაზრება, რომ მესამე ათასწლეულის ბოლოსა და მეორე ათასწლეულის დამდეგისათვის თრიალეთის კულტურა მიუახლოვდა წინა აზიურ ცივილიზაციებს, სახელმწიფოებრიობის ზღვარს, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო, რა თქმა უნდა, ეს ზღვარი ვერ იქნა გადალახული. სხვა მხრივ, თითქმის ქალაქებიც კი წარმოიშვა ურბანისტური ცივილიზაცია, ჩვენ კიდევ ერთი შეხვედრა გვექნება ურბანისტურ ცივილიზაციასთან დაკავშირებით, ფიჭვნართან დაკავშირებით და ესე იგი საზოგადოების ძალიან მაღალ ფენებთან გვაქვს საქმე. დაუბრუნდეთ ახლა შორს რო არ წავიდეთ, ჩვენ საკვლევ თემას მე გითხარით, ხედავთ თქვენ პირველ გამოსახულებას, სადაც მოცემული არის მეოთხე ათასწლეულის მასალები, რომლებიც აღმოჩენილი არის ქობულეთის ახლოს ისპანიის ტორფქვეშა ნამოსახლარის ქვემოთ. აქ მოსემული არის ისრის პირები, კაჯის ისრის პირები, საბერველი მილი, შემდეგ სამეული რომ არის, რომელიც აუცილებელი იყო ბრინჯაოს მეტალურგისათვის. შემდეგ ხის ყალიბი ჩვენთან თუ მომზადებით მუზეუმში გამოფენილი გვაქვს, ხის ყალიბი, რომლისგანაც ყვა მილიანი ცული მზადდებოდა. ასეთი ცულების არის აღმოჩენილი, ასეთი ცულის ხის ყალიბები აღმოჩენილი არის შუმერში, აკადში, მეოთხე ათასწლეულში, ჩვენთან ხულოსში აღმოჩნდა ნაუმარში, მესამე ათასწლეულისა და აქედან ახლა წვლილი ამ წვლილისა ესე ჩანს, რომ ჭოროხის აუზს ძალიან მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა ამ ცივილიზაციებთან, შემოდიოდა ზოგიერთი ფორმა, აქედან ვრცელდებოდა მთელს ამიერ კავკასიაში, მარტო აი ამ სულის მიხედვით რომ ვთქვათ, მთელს ამიერ კავკასიაში, გადავიდა ჩრდილოეთ კავკასიაში, ჩრდილოეთ კავკასიიდან დუნაის პირეთამდე აღწევდა ამ ტიპის იარაღები, რა თქმა უნდა, ადგილობრივი ვარიანტების სახით. აქ კიდევ მოცემული არის ისპანი რო გითხარით, პირველი ქვის სული არის გაფრიალებული, ესეც ჩვენს გამოფენაში არის მოცემული და ხის ყალიბის ფოტო გამოფენილი და აჭარის სახელმწიფო მუზეუმში დაცულია ნაუმარის ის სული, ყვადაქანებული სული,
რომელიც ჩვენს ერამდე მესამე ათასწლეულის მეორე ნახევარში არის დამზადებული და ასეთი ფართო გავრცელება პოვა მთელს ამიერკავკასიაში და ჩრდილო და დასავლეთ შავ ზღვისპირეთში. შემდეგი შეიძლება უჩვენოთ. Aik მეტალურგიასთან დაკავშირებით არსებითი არის ის, რომ რა თქმა უნდა, როცა მეტალურგიაზე ვსაუბრობთ ჩვენ, ისე მყარი საფუძველი გვინდა იმასთან დაკავშირებით, რომ არა მარტო იარაღები არის აღმოჩენილი, არამედ ფიჭვნარი გვაქვს ჩვენ უდიდესი ძეგლი, მსოფლიო კულტურის ძეგლია, სადაც ჩვენ ვნახულობთ, აი ქვევით არის საბერველი თიხისაგან დამზადებული საბერველი, რომელიც გამოიყენებოდა ბრინჯაოს სხმულების საგან გამოსადნობად და ზოდების მისაღებად. შემდეგი უჩვენება ეს ყველა ფიჭვნარში არის ახალგაზრდებო აღმოჩენილი ყალიბები. ხედავთ ეს ყალიბები, რომელიც მიუთითებს, რომ მართლაც სამხრეთ დასავლეთ საქართველოში აღმოჩენილი ზემოთ და ქვემოთაც ვნახავს გავსი იარაღები მზადდებოდა ადგილზევე. სულების ყალიბები ამ კოლხურსულებს შემდეგ გაჩვენებთ, სამკაულების ყალიბები, შემდეგ მძივების ყალიბებიც კი გვაქვს ნანახი, აგერ ისრისპირის ყალიბი და აგერ ისრისპირები არის მოცემული. და აქ პატარა თიხისაგან დამზადებული კოვზია, რომლისგანაც ესეთ ყალიბში შეიძლება თხევადი ლითონის გადასხმა სასურველი ჭურჭლის მიღების მიზნით. ახლა შემდგომი ეტაპი ჩვენი ქართული ცივილიზაციებისა, ქართული კულტურებისა გახლავთ თრიალეთის კულტურის შემდეგ, რა თქმა უნდა, გვიანბრინჯაო ადრე რკინის ხანა. ჩვენს ერამდე მეორე ათასწლეულის შუახანები და პირველი ათასწლეულის პირველი საუკუნეები. ეს ის ეპოქა არის, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე წარმოიშვა, ფუნქციონირება იწყო ორმა დიდმა კულტურამ. ერთი ცენტრალურ ამიერკავკასიური კულტურა, იორ ალაზნის აუზისა, სამთავროსა, შიდა ქართლისა და მეორე დასავლურ ქართულმა კოლხურმა ტომობრივმა კულტურამ. ტომო მიაქციეთ, კოლხი ტომების სათავე. ეხლა ცოტა ექსკურსიის გაკეთება შეიძლება იმ ხრივ, რომ საქართველოში ენეოლითის ეპოქისათვის იყო ერთიანი ქართული, პროტოქართული ეთნოსი, მთლიანად, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. შემდგომ თანდათანობით ხდება დიფერენციაცია, ძირი, ფესვი, ყველაფერი ლექსიკა ერთია, მაგრამ ამ ერთობისაგან გამოყოფა სხვადასხვა ერთეულისა. პირველი ერთეული, რომელიც ამ ერთობას გამოიყო, სვანეთი. სვანური ენა, თქვენთვის ცნობილია, ესე იგი არის უძველესი პლასტი პროტოქართული ერთობისა და არქეოლოგიური მონაცემებით ვფიქრობთ, რომ ეს გამოყოფა მოხდა ჩვენს ერამდე მესამე ათასწლეულში, თითქმის 4500 წლის წინათ. მეორე დიფერენციაცია პროტოქართული ერთობიდან გამოყოფისა ეს იყო მეგრულ-ლაზური ელემენტის გამოყოფა, დასავლურ ქართული ელემენტის გამოყოფა. ესე იგი, მეგრულ-ლაზური ერთეული აერთიანებდა აფხაზეთს, სამეგრელოს,
რაჭა ლეჩხუმს, იმერეთს, გურიას, აჭარას და ჩვენი ბოლო აღმოჩენების მიხედვით მოგვიწია თურქეთის მუშაობა ლაზეთის ტერიტორიაზე და მთლიანად მოიცავდა ჭოროხის მარცხენა სანაპიროს რიზემდე მაინც თუ არა ტრაპიზუნდამდე ახლავე სლაც ვერ ვსაუბრობთ მოიცავდა იმასა და სწორედ მეორე 1000 ლეულიდან იწყება კოლხური ტომობრივი კულტურის ფორმირების პროცესი და ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მთავარი იდეა ის გახლავთ რომ რადგანაც ჭოროხის აუზი ძალიან ახლოს მდებარეობდა ზემოთ აღნიშნულ ცივილიზაციებთან სწორედ ეს ტერიტორია გახლავთ ის ერთეული სადაც სათავე დაედო კოლხურ კულტურას კოლხურ ცივილიზაციას უძველესი ესე იგი პლასტი ამ კულტურისა სწორედ აჭარა გურიის ტერიტორიაზე არის აღმოჩენილი ჩვენ ამ ხრივ ძალიან ბევრი მდიდარი მასალა გვაქვს ნაშრომებიც გვაქვს გამოქვეყნებული რა თქმა უნდა და ჩანს რომ აი ეს ჭოროხის აუზი მხედველობაში მაქვს ეს თავისი მიმდებარე ტერიტორიებით ამ პერიოდისათვისაც აგრძელებდა კონტაქტებს სამხრეთულ ცივილიზაციებთან, სამხრეთის ქვეყნების კულტურებთან, ცივილიზაციებთან. ეხლა რა ახასიათებს კოლხურ კულტურას? და ჭოროხის აუზს ამ შემთხვევაში მდიდარი არის პოლიმეტალებით, სპილენძი, ოქრო და სხვა სახით. გაგიგონიათ ალბათ მერიში დამუშავება ხდებოდა ვაიოში, უჩამბაში და თურქეთის ტერიტორიაზეც განსაკუთრებით მაშინ კოლხურ კულტურაში შედიოდა, რა თქმა უნდა, ესე იგი მურღული, ჯანსუღი და სხვა ძალიან მდიდარი იყო, ის იმდენად მდიდარი, რომ ფიქრობენ მეცნიერები, რომ წინა აზიასაც აწვდიდა სპილენძის ნედლეულს აი ეს საბადოები. აგერ აქ მოტანილი გვაქვს ჩვენ ქვის უროები მუზეუმშიც გვაქვს გამოტანილი ისა რომლითაც საბადოებში ხდებოდა სპილენძის მადნის მოპოვება და აგერ ხედავთ ქვის გობებს ზოგი მოზრდილი ზოგია ესა ის ნედლეული საბადო როდესაც გამოქონდათ აი ამ სანაყებით მსგავსი სანაყებით ამ გობებში ანაწევრებდნენ რომ შემდეგ ქურაში ადვილად გამოდნობილი იყო ტემპერატურის მაღალი ტემპერატურის მიღება ძნელი იყო და ერთ მაგალითს გეტყვით რომ წელს 10 დღიანი ექსპედიცია გქონდა ჩვენ სოფელ მარადითში გეზის მშენებლობასთან და 7 ქვის გობი იქნა აღმოჩენილი მარტო ერთ გასვლაზე ერთ სეზონზე. ეს უკვე ახალგაზრდებო არის ბრინჯაოს ინდუსტრია. გაჩვენებთ მე მას. ერთ-ერთი მათგანი აგერ არის მოცემული. აქ კიდევ ფიჭვნარში აღმოჩენილი ვერზია და ჩვენ ფიქრობთ, ჩვენი კონცეფცია არის ასეთი, რომ სწორედ ჭოროხის აუზი არის ის ადგილი, თქვენ ამას აიკითხავთ ისა, სადაც ამიერკავკასიაში პირველად დაირწა ადრე სახელმწიფოებრიობის აკვანი დიაოხი კოლხა. კოლხა აგერ გონიოდან იწყებოდა და ტრაპიზუნამდე ცელდებოდა. კი ქონდა განძები ბევრი გვაქვს აღმოჩენილი, მაგრამ წრევანდელმა აღმოჩენებმა გვიბიძგა რომ მართლაც ფუნდამენტური კვლევა საჭირო კოლხური კულტურის ამ უძველესი და უმსხვილესი კერის შესწავლისათვის, იმიტომ რომ ეს მარტო აი ამ ჭოროხის აუზით არ მოიწურება. ორდუშიც კი აღმოჩენილი არის კოლხური კულტურისათვის დამახასიათებელი ნივთები, რა ნივთები იყო მას გზადაგზა გეტყვით მე, კოლხური კულტურისათვის დამახასიათებელი ნივთები ორდუში, რომელიც სტოკჰოლმის მუზეუმში არის დასული, მქონდა მე საშუალება მენახა ეგენი. შემდეგ ართვინში არის აღმოჩენილი და მეხჩის ციხეში ზევით ისა
არდაგანთან და ყარსთან ახლოს. ყარსის მუზეუმში რო შევედით, მეგონა თბილისის ქართულ მუზეუმებში იმდენი კოლხური მასალა არის აღმოჩენილი. ბევრი გასაიდუმლოებული, ანუ ეს ცნობილი არის. შემდეგ აი ეს מחვილავში აღმოაჩინეთ მოზრდილი სანახია, ესა ქვის გობი, ესეც კიდევ ადრე ქონდა ჩაქვის შაის უბანში აღმოჩენილი, შემდეგ და ეს უახლესი აღმოჩენებია, ხედავთ რა შესანიშნავად დამუშავებული და მთავარი რა არის? მარადიში ჩვენ ვნახეთ პატარა ზომის ქვის სანახგობები, ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ დიდი ზომის სანახებში სპილენძის დანაწევრება ხდებოდა და აქ კიდევ უფრო ძვირფასი ლითონების დანაწევრებაც ხდებოდა. ეს სიახლეა ქართული არქეოლოგიისათვის თუ შეიძლება ითქვას სოფლიო არქეოლოგიისათვისაც კი. კულტურის გამოყოფა ისე არ შეიძლება. კულტურა, კოლხური ტომობრივი გამოყოფა უნდა მისი ტერიტორია, რა თქმა უნდა, დაკრძალვის საერთო წესები, ყოფა და კულტურა და ძირითადი კომპონენტები. კოლხური კულტურის ძირითადი კომპონენტი, სული და გული არის კოლხური ცული. აგერ ხედავთ, უკვე დავიწყეთ ამ ცულების ჩვენებას. არსებითი არის ისიც და აღიარებული არის, რომ კოლხური კულტურის ძირითადი კომპონენტები, ცული, თოხი, სეგმენტი, წალდი, რა თქმა უნდა, მომდინარეობს სწორედ ჭოროხის აუზიდან. პირველი სამშობლო იყო ჭოროხის აუზი და ვარიანტების გამოიყოფა. აი ეგ ხედავთ თქვენ ერთ-ერთ პირველი სახეობის კოლხურ ცულს, რომელსაც აქვს მახვილი ყვა, 6-ად დაწახნაგებული ტანი, ოვალური სატარე ხვრელი და სეგმენტისებური პირი. მაგრამ გარდა ამისა, აიგერ ყვაკვერიანი ცულებიც აღმოჩნდა. სიხალიძეებში ჩვენ აღმოჩინეთ 7 ასეთი ცული ქედის რაიონში და შემდეგ ნაშრომით შევქმნით ცალკე და დადასტურდა, რომ აი ამ სახეობის პირველი ტიპის ცულების გარდა ამ სახეობის ძირითადი ვარიანტები დამახასიათებელი არის სწორედ აი ჭოროხის აუზის, უფრო სწორად აჭარისწყლის აუზისაც სიხალიძეები შედის მერისის მდიდარ საბადოების კერაში და აქედან გადადიოდა გოდერძის როგორც ჩანს სამხრეთ საქართველოში, იქამდე ბორჯომამდე ვრცელდება ასეთი ყვაკვერიანი და გურიაშიც ხდება როგორც მეზობელ რაიონებში. შემდეგ, მაღალ დონეზე არის მიწათმოქმედება. აქ გვაქვს ჩვენ თოხები, ბრინჯაოს თოხები და მე მინდა გითხრათ, რომ მიწათმოქმედება ჩვენ საკვლევ ტერიტორიაზე ახალი ქვის ხანიდან ჩანს. מחვილაურში აღმოჩენილი არის, აგერ ბატონი გურამი დამეთანხმება, ნეოლითური ხანის ქვის თოხი, რომელიც თავისი განსხვავებული ფორმით გამოირჩეოდა. ერთადერთი იყო აქამდე, მაგრამ ამ ბოლო წლებში შოხატაურშიც გამოჩნდა მეორე ცული და უკვე თუ თრიალეთის კულტურაში მესაქონლეობა იყო წამყვანი და მიწათმოქმედება არ ჩანდა, ახლა გვიანბრინჯაოში არის წამყვანი სწორედ თოხური მიწათმოქმედება. ნამგალიც არის წარმოდგენილი შემდეგ. აი ეგ ხედავთ კიდევ მე ვახსენე იორალაძის კულტურა, იქ მახვილი არის წამყვანი, ყველაფერი ამაზე ჩვენ შესაძლებლობა არ გვექნება, მაგრამ ზუნდაგაში ხედავთ აგერ ასეთი შესანიშნავი ცენტრალურ ამიერკავკასიური ცული აღმოჩნდა. იშვიათი შემთხვევაა, რომ თვითონ სამხრეთ საქართველოშიც კი არ არის აღმოჩენილი, მაგრამ ზუნდაგაში აღმოჩნდა ასეთი ცული, რომელიც ერთ-ერთი კომპონენტი არის ცენტრალურ ამიერკავკასიური კულტურისა, იბერიული კულტურისა, აი ასეთი იარაღი. აქვე არის ქამრის ბალტები და ბრტყელი ცული.
ეგრეთ წოდებული ბრწყელი ფიქრობენ სადურგლო სამუშაოებში გამოიყენებოდა ესეც საინტერესო ცული გახლავთ, იმიტომ რომ გავრცელებული იყო მცირე აზიაში, შემდეგ ეტყობა მცირე აზიის გზით, ჩვენამდე შემოაღწია და ადრეული ცულების გავსად ფართო არეალი პოვა გავრცელებისა. აგერ ხედავთ რგოლები სპილენძისაგან დამზადებული, რომლებისაგანაც ფიქრობენ გასვლის ერთეულიც იყო და სხვადასხვა სახის მასალებსაც ამზადებდნენ. ცულებს, კოლხურ ცულებს ხო ხედავთ როგორი პროპორციები, ზედმეტი არაფერი არა, იყენებდნენ როგორც მეურნეობაში, ასევე საბრძოლო დანიშნულების იყო და საკულტო დანიშნულების ცულებსაც წარმოადგენდა. დიდრულად შემკული, გრავირებული, ხედავთ ძაღლის გამოსახულებები არის მოცემული, რომელიც კულტის საგანს წარმოადგენდა კოლხური ტომების რელიგიურ სოფხედულობაში. ბუნებრივია ჩვენ ძალიან ბევრი მასალა გვაქვს აი ამ ძაღლის კულტთან დაკავშირებით, მაგრამ ამ მიმართებით ვერ გავამახვილებთ ყურადღებას, სხვა დროს შეიძლება საუბარი და აგერ გვაქვს კიდევ წალდი სოფლიო ცივილიზაციაში, ბატონებო, ლიანა წალდის აი ამ საინტერესო იარაღით ყველას ეკნებათ გაგონილი წალდის, რომელიც დღესაც ფართოდ გამოიყენება, შემქმნელები პრიორიტეტი ეკუთვნის სწორედ ჭოროხის აუზს. ძირითადად აჭარა გურიის ტერიტორიაზე არის აღმოჩენილი წალდები, უძველესი წალდები მაქვს მეხმედულობაში. გურიაში ისა იმერეთშიც ხდება ორი შემთხვევა, იმერეთში გვაქვს აღმოჩენილი, დანარჩენი აქ არის, მაგრამ შემდგომ ჩვენ ქვეყანას რომ მქონდა ძალიან ფართო კონტაქტები ბერძნულ კულტურასთან, რომაულთან, ბიზანტიურთან და სხვა, ყირიმის ნახევარკუნძულამდე ჩააღწია ამ სახეობის იარაღმა. მე ყირიმში მქონდა საშუალება დამეთვალიერებინა სიმფეროპოლის მუზეუმში ერთ-ერთი წალდი და იქ ჩვენმა კოლეგებმა გითხრას ანო რომაულიაო, ანო ადგილობრივი და ჩვენ მე მოგვიწია ნაშრომის დაწერა და სადაც ნაჩვენები იყო და მოსკოვში გამოხვდა ნაშრომი და სადაც დამტკიცებული რომ არა ბატონო, არც რომაული, არც ყირიმული და ხირიმული, ეს არის კოლხების ბრწყინვალე შემოქმედება, რომლის ფუნქციების ჩამოთვლა აქაურ პირობებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ძნელია. იმ ხრივ რომ წალს ევრი სახის სამუშაოების შესრულება შეეძლო. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ. მე გითხარით რომ მიწათმოქმედება აღმავლობას განიცდის. ჩვენ აქ მუზეუმში გამოფენილი გვაქვს საინტერესო მასალები. ხის კავი. სახელად რო არის გამოყენებული. მთლიანადაა გადარჩენილი. ფიჭვნარში აღმოჩენილი, რომელიც 3100-3200 წლის წინათ იყო დამზადებული. სილა გრუნტში შეიძლება და ხობის მოყვანაც უზასო და ფართოდ ყოფილა გამოყენებული. ასეთივე იარაღები აღმოჩენილი არის პიჩორის გათხრების დროს ჩვენი კოლეგა მალხაზ ბარამიძე აწარმოებდა გათხრებს და ჩანს რომ სწორედ კოლხური კულტურის ეპოქაში დაიწყო კოლხეთის დაბლობის ათვისება მთლიანად. ამის ნათელი მაგალითი არის ისპანის დაბლობი, რომელსაც ზემოდან 2 მეტრის ტორფის ფენა ადევს და შემდეგ მთელ კოლხეთში უკვე წარმოიშვა დასახლებები, მსხვილი დასახლებები. აქ გვაქვს კიდევ ერთი მეტად საინტერესო ნივთი, დელფინის ძვლის სალამური. ორადორია საქართველოში მთლიანად აღმოჩენილი. ერთი სამთავროში, სამარხში აღმოჩენილი, მეორე ჩვენთან არის ძვლის სალამური. ესეც გარკვეულად მესაქონლეობის დაწინაურებაზე და არსებობაზე უნდა მიუთითებდეს. მაგრამ აქ პატარად არის ნაჩვენები
აჭარის ეთნოგრაფიული ყოფისათვის მეტად დამახასიათებელი ხის ურემი და ზემოდან დადგმული ფარცხი, რომლითაც ორგანული სასუქი გაქონდათ საკარმიდო მონაკვეთებში და ასე ანოყიერებდნენ. ფიჭვნარის გათხრების დროს ჩვენ ვნახეთ მოდელი ასეთი ფარცხისა. ისა ფარცხისა და თვითონ ხიზეკისა. ჩანს რომ აი ასეთი ეს საშუალება იარაღი კულტის საგნად ქცეულა. აქვე არის მაქო საქსოვი საშუალება და კიდევ ფილა არის წარმოდგენილი. ერთი სიტყვით ჭოროხის აუზმა ძალიან დიდი როლი ითამაშა პირველ ყოვლისა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ახალი ეტაპის შექმნა კაცობრიობის განვითარების ისტორიაშიაც იმ თვალსაზრისით, რომ სათავე დაუდო ტომობრივ კოლხურ კულტურას, საფუძველი ჩაუყარა პირველ სახელმწიფოებრიობას დიაუხასა და კოლხეთის სახით და მე ეჭვი არ მეპარება ახალგაზრდებო, რომ ცნობილი უპოპულარესი მითი არგონავტების შესახებ მეტ ნაკლებად ჭოროხის აუზთან უნდა ყოფილიყო გარკვეულად დაკავშირებული. უძველესი პლასტი შემდგომ თანდათანობით, როდესაც ეს უძველესი კოლხური კულტურა ამაზე წარმოიშვა, შემდეგ მოხდა ამ კულტურის გავრცელება მთლიანად დასავლეთ საქართველოში. გურიაზე უკვე ითქვა, არაფერს არ ვამბობ, მთელი იმერეთის ტერიტორია, რაჭა, ლეჩხუმი, სვანეთი, აფხაზეთი, აფხაზური ფენომენი უფრო გვიანდელი გახლავთ ანტიკური ხანისაა და ამაზე სხვა დროს ალბათ გვექნება საუბარი და გარდა ამისა, ესე იგი ხომ მთლიანად დასავლეთ ამიერკავკასიას მოიცავდა კოლხური კულტურა და გასული წლების ექსპედიციების დროს, ახლა გამოვა შავშეთზე ნაშრომი ჩვენი, იქ გაკეთებული გვაქვს დასკვნა, რომ თანაბრად კოლხური კულტურის არეალში ექცეოდა ჭოროხის მარცხენა სანაპირო არქავე და რიზები ჩასვლამდე და მის ზემოთ მთლიანად. თქვენ უნდა ნახოთ ჩვენი ნამდვილი ქართული კულტურა, ნამდვილი ცივილიზაცია, ტაო-კლარჯეთი, ბანა, ოშკი, ხახული და სხვა, ეს მიწისზედა რაა და მიწის წიაღში იმდენი მასალა არის დამარხული, რომელიც მომავალს ელოდება. სამწუხაროდ აქ არქეოლოგიური გათხრები ამ მიმართებით არ წარმოებს და სწორედ ეს ჩვენი მხარის მაგალითი იმას გვეუბნება, რომ ასეთივე სურათი და უფრო მეტიც უნდა დავინახოთ ჩვენ ჭოროხის მარცხენა სანაპიროზე. დიახ, გარდა ამისა, უმაღლეს საფეხურზე ავიდა ბრინჯაოს მეტალურგია. ბრინჯაოს მეტალურგია განუმეორებელი არის და აი ასეთი კოლხური ცულები, იმპულსი არა მოიწონს. ორდუს შესახებ გითხარით, ართვინის შესახებ გითხარით, მეხჩისის გითხარით, ბორჯომის ხეობაში შედის საკმაოდ. შემდეგ სამაჩაბლოს ტერიტორიაზე წლის სამარში ხშირად ხდება, ამით არ თავდება, გადადის შრილო კავკასიაში. ეხლა სამწუხაროდ სრულ მეცნიერების პოზიციებიდან ისმის ხმები, რომ ცდილობენ, რომ თითქოს პირიქით მოხდა შრილოდ ყობანური კულტურიდან გავსებდა კოლხური კულტურა, მაგრამ ჩვენი მონაცემები ადასტურებს, რომ ყობანური კულტურა არსად არ არსებობდა, როდესაც ჭოროხის აუზში მიაქციეთ ყურადღება, ჩამოყალიბდა ტომობრივი კულტურა. აქ იყო ყველა კომპონენტის არა მარტო ადრეული
ნიმუშები, უადრესი ნიმუშები, უძველესი ნიმუშები მე-14 საუკუნიდან დაწყებული, ჩვენს ერამდე მე-14 საუკუნიდან დაწყებული, არამედ მათი წინამორბედები პროტოტიპებს რო უწოდებენ და გარდამავალი ფორმები. ამ ხრივ, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი მეცნიერული კვლევა ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი გახლავთ. შემდეგ მე-11 საუკუნის შემდეგ მთლიანად დასავლეთ საქართველოში შეიქმნა ერთიანი ტომობრივი კულტურა, ჩამოყალიბდა. თქვენ ახლა იცით რომ ლაზური და მევრული ენები ერთმანეთთან ძალიან ახლო ურთიერთობაში არიან, დიახ, ურთიერთგაგებაში არიან და მე-4 საუკუნის ბოლოდან, როდესაც წარმოიშვა ქართლის სახელმწიფო, მოხდა ქართიზაცია, იბერიზაცია ძველი კოლხებისა, რომლებიც სახლობდნენ იმერეთის ტერიტორიაზე, გურიის ტერიტორიაზე, აჭარის ტერიტორიაზე. ხოლო ცენტრალურ ამიერკავკასიური კულტურა, დიდებული კულტურა, მაგაზე ჩვენ დღეს ვერ ვისაუბრებთ, სხვადასხვა თუ შეიძლება, რა თქმა უნდა, განაგრძობდა არსებობასა და ისეთივე როლს თამაშობდა და ისეთივე მეტალურგიის კერები იყო და საერთოდ რაც ჩვენ აი ამ მოკლე დროსათვის ვისაუბრეთ დღეს. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და ერთიანი ტომობრივი სულიერი კულტურა ჩამოყალიბდა რელიგიური პანთეონები და ასე შემდეგ და მომზადდა პირობები კოლხურმა კულტურამ, მოამზადა ახალგაზრდებო პირობები იმისათვის, რომ პონტოსპირეთის, შავი ზღვისპირეთის სხვა ცენტრების მსგავსად ჩვენთანაც სადღაც იგივე გვიანბრინჯაოს ხანაში მე-11 საუკუნიდან დაწყებული ბრინჯაოს მეტალურგიდან თანდათანობით გადავსულიყავით რკინის წარმოებაზე, რკინის მეტალურგიაზე, ასეულობით რკინის მეტალურგიის რკინასახელოსნები გვაქვს ჩვენ აღმოჩენილი, ვსწავლობთ მეტალურგიული კერების შესწავლა, რა თქმა უნდა, პრიორიტეტული საქმე არის, რადგანაც ქართველების, კოლხების მონათესავე ტომები სახლობენ დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე, სამხრეთის გაყოლებით, ესე იგი მოსინიკები, ხალიბები, ტუბალები და ასე შემდეგ. მე მომიწია სტუმრად ყოფნა, მელენია ასეთი, მეორენად ჭოროხსაც ეძახიან, იმიტომ რომ აქაური მიგრანტები არიან, იქ სასახლებლები ცხოვრობენ და ერთ-ერთმა ისა მითხრა რომ არისო ადგილებიო, სადაცო თხილი არ მოდისო და მე მაშინვე ჩემთვის გასაგები იყო რომ იქ ალბათ რკინის წარმოების ნაშთები დავათვალიერო და აღმოჩნდა 60 ჰექტარზე გაშლილი რკინის მეტალურგიის უძველესი კერები, უძველესი ცენტრები და მარტო ეს არა, პატარა ყორღანები, ყორღანული სამარხები ათეულობით. მაგრამ თურქეთს დიდი ქვეყანა, ძალიან ბევრი ცივილიზაციის მემკვიდრე და თავარი სამუშაოები მიდის ეგეოსის სანაპიროებზე, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე, სამწუხაროდ ეს მონაკვეთი ისა ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი. და ამით მე იმისი თქმა მინდოდა, რომ გვიანბრინჯაო ადრე რკინის ხანაში სამხრეთ დასავლეთ საქართველოში მომზადდა პირობები უკვე სახელმწიფოს წარმოშობისათვის და მართლაც ძლიერი უძლიერესი სახელმწიფო კოლხეთის სამეფო წარმოიშვა ჩვენს ერამდე მე-6 საუკუნემდე. ისეთი დიდი ისტორიკოსი, როგორიც იყო ჰეროდოტე, ისტორიის მამა, ჩვენს ერამდე მე-5 საუკუნე მოგეხსენებათ, გვამცნობს, რომ მეწამული ზღვიდანო 4 ხალხი ცხოვრობს: სპარსელები, მიდიელები, სასპეები და შემთხვევაში კოლხებიო. აი ასეთი შეფასებას იმსახურებდა სოფლიო არენაზე
და მართლაც კოლხეთის ძლიერი სახელმწიფო თავისი სამონეტო ცივილიზაციებით მონეტები აგრეთვე ყავს წარმოდგენილი დიახ თავის ტონს აძლევდა საკაცობრიო ცივილიზაციას აი ასეთია ძირითადად ჭოროხის აუზთან დაკავშირებით მის წვლილთან დაკავშირებით თქვენ დარწმუნდით რომ ჭოროხის აუზმა მართლაც ძალიან დიდი როლი შეასრულა არა მარტო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, არამედ საკაცობრიო ცივილიზაციაშიც. ის კულტურები, რაც ჩვენ დავიწყეთ შულაურ შემოთობიდან დაწყებული მტკვარ-არაქსი, ყორღანების ბრწყინვალე კულტურა, თრიალეთის კულტურა, ცენტრალურ ამიერკავკასიური კულტურა, იორალანდისა და სამთავროს კულტურები და სხვა თავისი იმპულსებით დაკავშირებული იყვნენ ადრე დაწინაურებულ სამხრეთის ცივილიზაციებთან. მადლობთ ყურადღებისათვის.